საპროტესტო აქციებზე ყველა ნაციონალია. ამ ფრაზის გახსენების დროს, ყოველთვის მახსენდება მე-6 კლასში ბუნების გაკვეთილზე ნასწავლი ერთი მარტივი ფორმულა, რომელსაც მშვენივრად იყენებდა ქართული ოცნება ბოლო წლების განმავლობაში. ბუნებაში არსებობს ხოლმე ესეთი შემთხვევები, რომელსაც სიმბიოზი ეწოდება, როდესაც ორი სხეული, რომელსაც იდეაში ერთმანეთთან თანაარსებობა არ უნდა შეეძლოს და პირიქით ერთი მეორეს უნდა კლავდეს, რაღაცა ხერხებით ახერხებენ იმას, რომ შექმნან სიმბიოზი ამ მდგომარეობა, სადაც ერთი მეორესთვის აკეთებს ისეთ რაღაცას, რის გამოც მეორე მას არ კლავს. ეს ერთ-ერთი მაგალითი არის ნიანგის და ჩიტის მაგალითი, რაც კონკრეტული სახეობები არის, როდესაც ეს ჩიტი გამოსცემს ისეთ ხმას, რასაც სიმღერას ეძახიან მეცნიერები, რომელიც ამ ნიანგს ამშვიდებს და პარალელურად რაღაც ზედმეტი ნარჩენისგან უსუფთავებს კბილებს. წლების განმავლობაში ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას იყენებდა ყველა არჩევნების წინ და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ნაციონალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია დღეს არსებობს, არის ქართული ოცნება. თუმცა ქართული ოცნება ახერხებდა იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შიშით ყველა არჩევნებზე ფაქტობრივად მობილიზება მოეხდინა რაღაცა შუაში მყოფი მოქალაქეების, რომელთაც ახსოვდა ის ძველი წლები და ის საშინელება, რაც მაშინ ხდებოდა და თავისუფლ ნაციონალური მოძრაობა თავისი პარტაქტივის მობილიზებას ახდენდა ამ ქართული ოცნების მტრის ხატის შექმნით. ხო, რაც ესეც იყო პრინციპში ორივე მართლები იყვნენ, მაგრამ შვენივრად ახერხებდნენ თანაარსებობას და მაშინ, როდესაც ისინი გვესაუბრებიან, რომ იქ ჩვენ მდგავართ ნაციონალები, ძალიან ბევრი ადამიანის მხრებზე გადაიარა, ვინც რუსთაველზე დგას ყოველდღიურად იმან, რომ 2012 წელს შეცვლილი იყო ის რეჟიმი, კიდე ერთხელ გამომეორდებით და შეხედონ თავიანთ რიგებს, ხო, ჩემი მეგობრები მეხუბრებოდნენ, რომელიც არჩევნების წინ, სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, ჯერ კიდევ უჭერდნენ ქართულ ოცნებას ხარს, თუ მაინც და მაინც ნაცებს უნდა მიცეხმა ქართულ ოცნებას მიეცი, იმდენი ნაციონალი დეპუტატი ყავთ ყოფილი და საკუთარ სიაში, ხო?